მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთედოლიძე ვარ. ლევან ხაბეიშვილს ბრალი დღეს ოფიციალურად წარუდგინეს. ის ბრალდებას არასერიოზულს უწოდებს. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ადვოკატებმა ცოტა ხნის წინ მოინახულეს. ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. Ami am komikურ განცხადებაზე არ გავაკეთებ, არავით არ შეფასება, სუს შევთავაზებ, რომ იქნებ კენედის მკვლელობას გამოიწვიოს. სუსი, რასაც აბობს ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ სამართალთან არავით არის კავშირი არ აქვს და პირდაპირ არის პოლიტიკური საქმე ხარ, რა შეთითხრიან, რას დაწერენ და ასე შემდეგ. სამართალთან არავით არის კავშირი არ აქვს, თავარი რა არის. ლევან ხაბეიშვილი იმიტომ დააკავეს, რომ სუსი არის შეშინებული, რეჟიმი არის შეშინებული, ესე იგი მშვიდობიანი დამხობა არის შესაძლებელი და მაგიტომაც დააკავეს თავარი მედროშე, საქართველოს მედროშე ლევან ხაბეიშვილი. რეჟიმს თუ ეგონა რომ ამით ველს მოასუფთავებდა და ლევანის იზოლირებით ჩააქრობდა იმ მუხტს, იმ ტალღას, რომელიც იგეგმება 4 ოქტომბრისთვის და იმ ბრას რაღაცნაირად გაანეიტრალებდა, რაც საზოგადოებაში არსებობს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება პირიქით. ქრთამის შეთავაზება ისეთივე დასჯადია, როგორც ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა. შესაბამისად, მის ამ ქმედებებში ჩანს დანაშაული, რაზეც შესაბამისმა უწყებებმა გააკეთა განცხადება. სასაკურველია, როცა მარტო განცხადებებით არ შემოიფარგლები და კონკრეტულად მოქმედებები მისათვის რათა შეჯახებას ჰქონდეს მუდმივი ხასიათი და სისხლის დაღვრისკენ იყოს ეს ყველაფერი მიმართული, ამის მცდელობა სახეზე იყოს და შემდეგ განაცხადო, რომ თუ კი ამაში დაეხმარება სამართალდამცავები და დაეხმარებიან სამართალდამცავები და არ შეასრულებენ თავის მოვალეობას, ამაში გარკვეულ ანაზღაურებას მიიღებენ. ეს ერთობლიობა რასაკურველია ქმნის იმის წინაპირობას, რომ ვიღაცამ ამისთვის პასუხი მოთხოვა. ასევე ბრალი წარუდგინეს დღეს თავდაცვის ყოფილ მინისტრსაც. ადვოკატი ამბობს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებას კორუფციასთან კავშირი არ აქვს და ის მისი სიმართლის დასადასტურებლად ბრძოლას აპირებს. ყოფილი მინისტრი კლინიკა ჰელისკორში იმყოფება. ინტერესების დამცველის თქმით მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა აგრძელებს მკურნალობას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით ბურჭულაძე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პოზიცია არის ძალიან მარტივი, ის უდანაშაულოა წარდგენილ ბრალდებაში, ის ბრალდება ჯერ არ წარუდგენიათ ოფიციალურად, მაგრამ რასაც გვედავებენ დაკავების საფუძველი რაც გახდა ის უდანაშაულოა ამ დანაშაულში, ეს არ ჩაუდგენია, აბსურდია იმ საქმის მასალების მიხედვით, რაც ჩვენთვის ცნობილია. ამის ძალიან მარტივი და ნათელი დადასტურება თვითონ სუსის განცხადება გუშინ რაც გააკეთეს. ეს როგორც მე წავიკითხე, საინფორმაციო სივრცეში რაც გავრცელდა, ეს უკავშირდება იმ მაგნიტორეზონანსული აპარატის თქვათ შესყიდვას გორის ჰოსპიტალისთვის და ხარი საუბარი რომ 1.300.000 ლარი გაიფლანგა სახელმწიფოს სახსრები და ჯუანშერ ბურჭულაძემ გაათეთრა 1.500.000 რაღაცა და რანაირად რა დოკუმენტებია თუ 1.300.000 გაიფლანგა 1.5 უფრო მეტი როგორ გაათეთრა. ოპოზიცია ბურჭულაძის დაკავებას ქართულ ოცნებაში კლანებს შორის დაპირისპირებად აფასებს. მართულ გუნდში კი აცხადებენ, რომ ნებისმიერ დანაშაულზე შესაბამის უწყებებს ექნება რეაგირება. იმეს თუ ჯერა რომ ერთ დღეს შემთხვევითი დახტყევა იყო ბურჭულაძის დაჭერა და ლევან ხაბეიშვილის დაჭერა, არ ვიცი, მაშინ მაძე იყოს ეს ყველაფერი. ფაქტია ერთი რამე, რომ ბიძინა ივანიშვილი და რუსული ოცნების წევრები ძალიან ეჭვიანობენ მათ ყოფილ თანაგუნდელებზე. ფაქტია, რომ ეს ადამიანები წლების განმავლობაში იყავებდნენ უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებს, მათ ჰქონდათ წნომა ძალიან ბევრ საიდუმლო დოკუმენტზე, რაზეც წეხან ჟურნალისტი საუბრობდა, მათ შორის დარწმუნებული ვარ დანაშაულებრივი მტკიცებულებები და ფაქტები და შეიძლება ეს იყოს ვიდეო მტკიცებულებებიც და მათმა გააფრთხილეს ასევე ღარიბაშვილიც, გომელაურიც, ლილუაშვილიც, თუ 4-მდე ან 4-ში რაიმე მტკიცებულება, ვიდეო იქნება, ფაილები იქნება, გადაეცემა ოპოზიციას და ეს ფაქტები გამომზაურდება იგივე ბედიელით. ძალიან ცუდი ფაქტია, იცი, ძალიან ცუდი. მე არც უშვებდი ამას ახლა ჯუანშერთან ერთხელ ვარ შეხვედრილი თუ ორჯერ არ მახსოვს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვიფიქრებდი იმას, რომ
ამხელა სისტემა და კორუფციული სისტემა იყო აწყობილი და ეს ყველაფერი მის გარშემო ტრიალებდა. ძალიან ცუდი ფაქტია, ზოგადად ჩვენთვისაც ცუდი ფაქტია, მაგრამ არის მეორე უფრო უარესი ფაქტი იქნებოდა ის, რომ დამალო და არ წარმოადგინო ის რეალობა, რაც არსებობს. კორუფციის თემა როგორც არ უნდა იყოს გაანალიზებული, რომელი კუთხითაც არ უნდა იყოს შეფასებული, არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი ქვეყნისათვის, ამიტომ არის საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებლით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის. ევროკავშირის ელჩი პაվել ჰერჩინსკი გურიის რეგიონს ეწვია და კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს თითოეული თემის მიმართ. ვიზიტის პირველ დღეს ელჩმა ინტელექტუალური თამაში წიგნების თარო ევროპის შესახებ გახსნა. ინიციატივა, რომელიც ახალგაზრდებს ევროპულ კულტურას, ისტორიასა და ღირებულებებს აცნობს. ელჩი ასევე შეხვდა სტუდენტურ ახალგაზრდულ საბჭოს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ხაზი გაუსვა ევროკავშირის უწყვეტ მხარდაჭერას განათლების, სამოქალაქო აქტივიზმისა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. ბატონ ელჩთან ერთად ვისაუბრეთ იმ ნიშნულოვან განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც ამ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა განახორციელეს ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა რეგიონის განვითარებაში, მონაწილეებმა გამოხატეს ძალიან დიდი მადლიერება და ასევე გულწრფელი მხარდაჭერა ევროკავშირის პროგრამებისადმი და ასევე ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს არსებულ პირობებში, იმ გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებით განან დღეს საქართველოში. ფაქტობრივად ყველა მიმართულებით იყო დაფინანსებული პროექტები ევროკავშირის მიერ გურიაში, აი ეს ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით. მე ვფიქრობ, რომ არ დარჩენილა სფერო და მიმართულება, რომელიც არ დაგეგმილა და არ განხორციელებულა გურიაში ამ წლების განმავლობაში. ამ თამაშების სერიის მანძილზე უკვე არაერთი გუნდი ჩაერთო ჩვენს თამაში, ოზურგეთში 20-ზე მეტმა გუნდმა ითამაშა. თავისი არსით ეს არის იგივე წიგნების თარო, საჯაროდ, სადაც ბევრი გუნდი ერთად იღებს მონაწილეობას, ოღონდ მცირედი განსხვავება იქ არის, რომ ლიტერატურაც და სხვა ტიპის კითხვებიც აქ მთლიანად ეხება ევროპას, ევროპის შესახებ ცოდნის ამაღლებას და შესაბამისად ქართულ ევროპული კავშირების გაღრმავებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 42 პირი დააკავა. სპეცოპერაციები გასული 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. დაკავებულებს შორის არიან მსხვილი ნარკორეალიზატორები, ასევე პირები, რომელთაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა შენახვა ედებათ ბრალად. დაკავებებს წინ უძღოდა მოსამართლის განჩინებებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, რა დროსაც ბრალდებულების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განხორციელდა. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ აუდიო-ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებით დადასტურდა, რომ დაკავებულ პირთა უმრავლესობა ნარკორეალიზაციის სქემაში იყო ჩართული. ნარკოდამნაშავეები ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით, შემდგომში რეალიზაციის მიზნით კონკრეტულ ადგილებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. რის შესახებაც ინფორმაციას ნარკოტიკების შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ. ასევე დგინდება, რომ დაკავებულები ნარკოტიკებს სხვადასხვა გზითაც ასაღებდნენ. სამართალდამცველებმა ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, რომლის გასაღებაც ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე იგეგმებოდა. ამოღებულია ჰეროინი, კოკაინი, ალფა-პვპ, ბუპრენორფინი, სუბოქსინი, მეტადონი, კეტამინი, მეფედრონი, MDMA, მარიხუანა და სხვა. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული თანამშრომლის მიზანია ნარკოტიკების მავნეს ზეგავლენისგან დავიცვათ საზოგადოება და გამოვავლინოთ ყველა ის პირი, ვინც დანაშაულებრივ სქემაშია ჩართული. დღეისათვის სულ ეს იყო, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.